მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. დღეს მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ციხიდან გამოსულ ლელოს ლიდერებს ციხესთან ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა პარტია ძლიერი საქართველო ლელოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება. ცნობისთვის ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნის პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლეს ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო. მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. Ჩვენ პოზიცია ისეთივეა, როგორც ჩვენი სატოსაღოში მოთავსების დღემდე იყო, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პარტნიორის განთავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ რაც ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე თქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე თქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით. მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმასე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. ამ მიზნისთვის ჩვენ ძლიერ საქართველოს არც ერთი წამით არ უღალატია, ამას გააგრძელებს, ამ ბრძოლას გააგრძელებს, დანარჩენი მე ყველას პატივსცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა გუშინ ამოიწურა. მონაცემებით ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში სიები 6 პოლიტიკურმა გაერთიანებამ და 2 მერობის კანდიდატმა წარმოადგინა. გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. როგორც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ გვითხრა, ოზურგეთში 6 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში 53 მაჟორიტარობის კანდიდატი, მათ შორის 1 საინიციატივო ჯგუფიდან და 2 მერობის კანდიდატი. 4 სექტემბრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საოლქო საარჩევნო კომისიას მომართა 6 სუბიექტმა და წარმოადგინა პარტიული სია. აგრეთვე წარმოდგენილი არის 2 მერობის კანდიდატი, 2 პარტიამ წარმოადგინა და მაჟორიტარებსაც შეეხება 6 სუბიექტმა წარმოადგინა, მათ შორის ერთ-ერთი არის საინიციატივო ჯგუფი. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონის შესაბამისად დოკუმენტაციის გადამოწმება და შესაბამისად სრულყოფილი წარმოდგენილი განაცხადები გაივლიან რეგისტრაციას და მიიღებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კანონი თვალისწინებს იმას, რომ გადამოწმების შედეგად თუ რომელიმე სუბიექტს ხარვეზით აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მას საშუალება ექნება ხარვეზის დადგენიდან 2 დღის განმავლობაში გამოასწოროს ეს ხარვეზი და წარმოგიდგინოს გამოსწორებული დოკუმენტაციაც.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ორ-ორი მერობის კანდიდატი იქნება. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მერობისთვის მმართველი პარტიის ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის კანდიდატები იბრძოლებენ. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ოზურგეთში პაატა კუნჭულია. პაატა კუნჭულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია. ოზურგეთში პარტიას გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ალექსანდრე მენაბდია. პარტიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ალექსანდრე მენაბდე პროფესიით საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსია და ევროპულ ქვეყნებში სწავლისა და მუშაობის გამოცდილება აქვს. ლანჩხუთში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი უკვე მესამედ ალექსანდრე სარიშვილი იქნება. ალექსანდრე სარიშვილი პროფესიით ეკონომისტ მენეჯერია და დამთავრებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლანჩხუთში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი კი დავით ჩხაიძე იქნება. იგი უმაღლესი განათლებით ეკონომისტია, ფაზისის საერთაშორისო სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. ჩოხატაურში კი ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია, რომელიც წლების განმავლობაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო. მინდია ჟღერიას ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ტექნოლოგიის პროფესიით. ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ლელოდან კი ნუგზარ ჩხიკვაძე იქნება. იგი პროფესიით ექიმია, მუშაობდა ჩოხატაურში ექიმად. 1993 წლიდან საქმიანობს კერძო ბიზნესში. ამჟამად არის შპს ლაბას დირექტორი. დაფუძნების დღიდან არის პარტია ლელოს წევრი. ლანჩხუთში 18 წლის ბიჭი ყვავილების მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ლანჩხუთში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლჩუ ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში. მართსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30,000 ლარამდე ოდენობის თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებით დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე კანონიერი ქურდების, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის მიმართვის ფაქტზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ქურდული სამყაროს წევრობისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია 19, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 7, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად ჭინკას და თკს მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია მეტსახელად ჭინკა მონაწილეობდა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნიუტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე, 223 ტერცია მუხლის მეორე და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს გახდა ჩემხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.